წიგნების მაღაზიათა ქსელი ბიბლუსი 17 წლის გახდა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კომპანიამ სიმბოლური ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც ბლოგერები და კომპანიის თანამშრომლები დააჯილდოვეს. ბლოგერების დაჯილდოვებას წინ უძღოდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მათ რეკომენდაცია მათთვის საყვარელი 3 წიგნისთვის უნდა გაეწიათ. კონკურსის შედეგად კი გამოვლინდა 2 გამარჯვებული, მათ 2000 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცათ, რომლის ფარგლებშიც ბიბლუსი სრულფასოვან ბიბლიოთეკებს მოუწყობს. ლევანდელი დაბადების დღე ერთგვარად თქვათ საზეიმოც არის და სევდიანიც, იმიტომ რომ ირაკლი გაგნიძის გარეშე ვხვდებით. თუმცა ბუნებრივია, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კომპანიამ შეინარჩუნოს ხარისხის ნიშანი და იმ გზაზე იაროს, რასაც გარკვეულწილად ირაკლი განაპირობებდა, მისი ხედვები განაპირობებდა და წელსაც ცხადია ჩვენ აღნიშნავთ ამ დაბადების დღეს ჩვენი თანამშრომლების დაჯილდოებით და ამავდროულად ბლოგერების დაჯილდოებით, რომელთაც იმუშავეს თემებზე წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით იმ სლოგანების მიხედვით, რომელიც ჩვენ წელს შევსთავაზეთ საზოგადოებას: აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება. როდესაც ჩვენს თანამშრომლებს ვაჯილდოვებთ ყოველ წელს, ყველას იგებს აწერია, რომ მადლობა რომ ხარ ისტორიის ნაწილი, იმიტომ რომ რაღაც საოცარ ისტორიას წერს ნამდვილად ბიბლუსი და შეგრძნება იმის, რომ ხარ ბიბლუსელი და ხარ ამ დიდი ოჯახის წევრი არის ყველაფრისგან განსხვავებული. ეს არ არის სამსახური, ეს არის ძალიან საყვარელი საქმე, რაც არის აუცილებლად ირაკლი გაგნიძის დამსახურება, იმიტომ რომ ზუსტად ასე უდგებოდა ირაკლი ყველა დეტალს და ყველა იმ ადამიანში, ვინც დღეს აკეთებს ბიბლუსი ჯგუფს, ყველა იმ ადამიანში, ვინც მონაწილეობს ამ პროცესებში, არის ირაკლის ნაწილი. ვფიქრობ, რომ ამ 17 წლის მანძილზე ბიბლუსმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა საქართველოში წიგნიერების გავრცელებაზე. იმაზე, რომ დღეს ბავშვები წიგნებს კითხულობენ და ეს წიგნის კითხვა ჩემს ბავშვობაში იყო სირცხვილი და დღეს ძალიან საამოყოა ეს. ყველანაირად ვეცადეთ, რომ ყველა რეგიონში ყოფილიყო წიგნი ხელმისაწვდომი და ყველას ქონოდა ამის ფუფუნება, რომ ახალი წიგნები და ლიტერატურა ქონოდა მკითხველს.